ძალიან ყურადღებით იყავი, რადგან ის, რასაც ახლა ნახავ, სრულიად შეცვლის იმ გზას, როგორაც შენი ხეხილის გამრავლებას ახდენ. ამ გელით ზუსტად იმ ხეების გამრავლებას შეძლებ, რომელთაც თავად აირჩევ. ის დამზადებულია ბუნებრივი ივის ექსტრაქტისგან და საოცრად აძლიერებს ფესვების განვითარებას. ეს არ არის იღბლის საკითხი, ეს სწორად გამოყენებული ბიოლოგიაა. ახლა კი ნაბიჯ გაჩვერებ, როგორ უნდა გააკეთო ეს. ახლა კი პირველ რიგში ვნახოთ რა მასალები დაგჭირდება. წინასწარ გეტყვი, რომ არაფერია უცნაური ან რთული და ყველაფერი ძალიან მარტივად საშოვნელია. თუ არ იცი სად იპოვო, ქვემოთ აღწერაში ყველაფერს დაგიტოვებ, რომ ხელთ ჰქონდეს. დაგჭირდება გამხმარი ივის ფოთლები, დაახლოებით 2 სუფრის კოვზი. დაგჭირდება საძომი ჯარა, რომლითაც 1 ლიტრ წყალს მოამზადებთ, ეს იქნება ზუსტად ის რაოდენობა, რითაც დღეს ვიმუშავებთ. გამოვიყენებთ ნეიტრალურ აგარ-აგარს საღებავებისა და დანამატების გარეშე. მისი შოვნა ძალიან მარტივია, იაფი ღირს და მომავალში უამრავი გამრავლებისთვის გამოგადგება. ასევე დაგჭირდება წვრილი საცერი, რომ ნაყენი სრულად სუფთა იყოს. ვიმუშავებთ პატარა და გამძლე პლასტმასის პარკებით. ეს პარკები გამოვიყენებთ როზმარინის მეთოდში. გარდა ამისა, დაგჭირდება კიდევ ცოტა უფრო დიდი პარკები, რომლებიც მოგვიანებით ავოკადოსა და ლიმონისთვის დაგჭირდება. პარკების დასამაგრებლად გამოვიყენებთ სამაგრებს ან პლასტმასის შეკვრებს, რაც ხელთ გვექნება. გირჩევთ, რომ ეს ყველაფერი სუფთა და კარგ მდგომარეობაში იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაბინძურება. რა თქმა უნდა, დაგჭირდება კარგად გალესილი და დეზინფიცირებული დანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმუშაობთ წერილობებთან და ჰიგიენის უგულებელყოფა არ შეიძლება. ასევე დაგჭირდება დაფქული დარიჩინი, რომელსაც პირდაპირ ჭრილობებზე დავიტანთ და ასევე გამოვიყენებთ ერთ პრევენციულ საშუალებაში, რომლის შესახებაც მოგვიანებით აგიხსნი. და ასევე სპრეის ბოთლი. და ბოლოს, მცენარეული მასალა, 3 როზმარინის კალამი, 1 პატარა ავოკადო და 1 ლიმონის ხე. როცა ყველაფერი მზად გვაქვს, ახლა კი გადავდივართ საფუძველზე და ამ სისტემის ნამდვილ საიდუმლოზე. ახლა 1 ლიტრ წყალს დგამთ ცეცხლზე. როცა ადუღდება, ვამატებთ 2 სუფრის კოვს მშრალ ვერხვს და ვურევთ კარგად, რომ კარგად შეერიოს. ვთიშავთ ცეცხლს და ვაცდით, რომ კარგად გაიჟრენთოს. ახლა ყველაფერს ვწურავთ, რომ ინფუზია სრულიად სუფთა მივიღოთ. გვინდა რომ მოვიშოროთ ნებისმიერი ორგანული ნარჩენი, ფოთლების ნამსხვრევები ან ნაწილაკები. და კიდევ, მნიშვნელოვანია ერთი რამ გავიხსენოთ. იმით რომ წყალი ავადუღეთ, მოვიშორეთ ნებისმიერი პათოგენის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო როგორც წყალში, ასევე თავად ვერხვის ფოთოლშიც. როცა ინფუზია სრულიად სუფთა გვაქვს, ისე ვდგამთ ცეცხლზე. ახლა კი პირდაპირ ვამატებთ აგარ-აგარს, 2 პატარა ჩაის კოვს, არც მეტი, არც ნაკლები. დახსოვდეს, რომ აგარ-აგარს აღწერაში აქ ქვემოთ იპოვი. ეს არის ზუსტი რაოდენობა, რომელიც საშუალებას მისცემს ინფუზიას ჟელესავით გამაგრდეს, შეიძინოს სიმკვრივე და გახდეს სტაბილური გარემო. კარგად ურევთ და როგორც კი ადუღებას დაიწყებს, ზუსტად 2 წუთს ვითვით, ისე რომ მორევა არც ერთ წამს არ შევწყვიტოთ. ამ 2 წუთში გავთიშავთ ცეცხლს და ოდნავ ვაცლით გაგრილებას. არ გამოვიყენებთ ახლად ადუღებულს, მაგრამ არც სრულად გამაგრებულს, რადგან გაცივებისას საბოლოოდ მყარ მასად იქცევა. მაგრამ მაინც, მაგალითად თუ აგარ-აგარი გაგიცივდა ან ჟელესავით გამაგრდა, აბსოლუტურად არაფერია საშიში. თავიდან გააცხელებ და ისევ გაიხსნება. ამიტომ იდეალურია მისი გამოყენება მაშინ, როცა ოდნავ თბილია და ჯერ კიდევ თხევად მდგომარეობაშია. სანამ ეს სრულყოფილი მდგომარეობა დადგება, პირველ მეთოდს დავიწყებთ. დავიწყოთ როზმარინით. ამ მეთოდისთვის გამოვიყენებთ 3 პატარა და გამძლე პარკს. ვარჩევთ 3 ჯამთელ ტოტს როზმარინისას, დაახლოებით 4-დან 6 დუიმამდე სიგრძის. პირველ რიგში ვასუფთავებთ ქვედა ნაწილს. ვაცლით ფოთლებს იმ ადგილას, რომელიც პარკში შევა. სწორედ აქ გვინდა რომ ფესვები გამოჩნდეს. ახლა ბაზაზე ვაკეთებთ სუფთა ჭრას კარგად დეზინფიცირებული ბაღის მაკრატლით. ჭრილის ადგილზე უსვამთ დაფქულ დარიჩინს молод გახსნილ ქსოვილზე. არ არის საკი რომ მთელი ღეროს დაფარვა, მხოლოდ ჭრილობა უნდა დაფაროთ. დარიჩინი გვეხმარება პირველ კვირებში დაცვაში, ანცირებს სოკოვანი პრობლემების რისკს. ახლა ვიღებთ პატარა პარკს და სწორედ აქ იწყება ის საიდუმლო საფუძველი, რომელსაც თქვენთან უზიარებთ. პირველ რიგში ვავსებთ პარკს იმ გელით, რომელიც ადრე მოვამზადეთ. ვამატებთ დაახლოებით 9-მდე რაოდენობას. როცა გელი შიგნით გვაქვს, ვათავსებთ ნერგის ქვედა ნაწილს, ისე რომ ჭრილობის მთელი არე კარგად დაიფაროს.
ასე გელი ქლიანად ფარავს ქსოვილს და უზრუნველყოფს მუდმივ დატენიანებას პირველივე წამიდან. ახლა უკრავთ პარკს, რომ კარგად დაიხუროს. სწორედ იგივე პროცესს ვიმეორებთ დანარჩენ ორ ნერგთანაც. შემდეგ სამივე პარკს ვათავსებთ ერთ ჭურჭელში, ისე რომ ზემოთ ან ნახევრად ვერტიკალურად იდგნენ, რათა გელი მყარად დარჩეს ძირაში. ახლა ვეძებთ დიდ პლასტმასის პარკს, რომ პატარა სათბურის ეფექტი შევქმნათ. სანამ მათ შიგნით მოვათავსებთ, სამივე ნერგს ოდნავ ვაშხებებთ ბუნებრივი დარიჩინის ფუნგიციდით, რომლის მომზადებასაც ვიდეოს ბოლოს გასწავლი. სუბუქის შესხურება საკმარისია. ყველა ერთად ვათავსებთ დიდ პარკში და ვკეტავთ. მზადაა. გელი დაიწყებს გამყარებას და ნერგი მიიგებს იმას, რაც სჭირდება, ბუნებრივ აუქსინებს და მუდმივ დატენიანებას ჭრილის ძირას. აქედან მოყოლებული მოვლა ძალიან მარტივია. 3 ან 4 დღეში ერთხელ ხსნით, ვამოწმებთ, რომ ყველაფერი რიგზეა, ოდნავ ვაშხებებთ ბუნებრივ პრევენციულ საშუალებას და ისევ ვკეტავთ პარკს. ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის განთავსება ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ქარი არ არის და არის არაპირდაპირი განათება, ყოველთვის ნახევრად ჩრდილში. და დაახლოებით 10 დღის შემდეგ დავიწყებთ პირველი შედეგების დანახვას. დავიწყებთ დაკვირვებას, რომ ნერგები სრულად დაფესვიანებულია, თეთრი და აქტიური ფესვები იზრდება გელში, რომელსაც აქვს იდეალური კონსისტენცია იმისთვის, რომ პრობლემების გარეშე განვითარდეს. და როცა ეს ხდება, იწყებ იმის გაგებას თუ როგორ მუშაობს ეს ასეთი ეფექტური მეთოდი ნებისმიერი მცენარის გასამრავლებლად, რომელიც მოგწონს. ნუ თუ ეს ნამდვილად არ არის საოცარი? ახლა როცა უკვე ვიცით, რომ ეს მცენარები ძალიან მარტივად მრავლდება ამ გელში, გადავიდეთ მეორე მეთოდზე, რომელიც კიდე უფრო საინტერესოა. ეს მეთოდი ძალიან საინტერესოა და განსაკუთრებით კარგად მუშაობს ისეთ ხეებზე, როგორიცაა ავოკადო, თუმცა ასევე შეიძლება გამოიყენოთ ციტრუსებზე, მანგოზე და ბევრ სხვა ხისებს სახეობაზე. პირველ რიგში ავირჩევთ ავოკადოს ხის ჯანსაღ ტოტს. ტოტს სრულად არ მოვდნიქ. რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ნაწილობრივი ჭრა, ანუ ტოტს გავხსნით დაახლოებით სიგანის ნახევრამდე, იმდენად რომ მცენარე იძულებული გახდეს რეაგირებაზე, მაგრამ ისე რომ ტოტი ხეს არ მოვაცილოთ. ამ ჭრას ვაკეთებთ კარგად დეზინფიცირებული ბაღის მაკრატლით. ტოტი კვლავ დაკავშირებულია ხესთან, კვლავ იღებს წვენს, მაგრამ ახლა ჩვენ შევქმნით სტრატეგიული ჭრილობა, რომელიც აიძულებს მას ფესვების გამოყოფას. ჭრის შემდეგ კარგად ფარავთ ჭრილობის მთელ ზონას დაფქული დარიჩინით. გახსნილი ქსოვილის კარგად დაფარო აუცილებელია, რათა მომავალში სოკოვანი დაავადებების განვითარება ავიცილოთ თავიდან. ახლა ვიღებთ პატარა პარკს. ვავსებთ მას დაახლოებით ნახევრამდე ან ოდნავ მეტით იმ ვერხვიგელით, რომელიც ადრე მოვამზადეთ. ეს გელი არის ის გარემო, სადაც ფესვები განვითარდება. ფრთხილად ოდნავ ხსნით ტოტის ჭრილს და ამ ადგილს ვათავსებთ პარკში, ისე რომ ჭრილობა სრულად ეხებოდეს გელს. როგორც კი პარკი თავის ადგილზეა, მყარად ვუკრავთ ტოტს. უნდა იყოს კარგად დამაგრებული, არ უნდა ჟონავდეს და არ უნდა იხეოდეს. დაფარვამდე ოდნავ ვაშხებებთ ამ ადგილს ბუნებრივი სოკოს-საწინააღმდეგო საშუალებით, რომლის მომზადებასაც ვიდეოს ბოლოს გასწავლი. ერთი მსუბუქი შესხურება საკმარისია. ახლა მთლიანად ფარავთ ამ ადგილს შავი პარკით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასე თავიდან ვიცილებთ პირდაპირი სინათლის მოხვედრას, უკეთ ვინარჩუნებთ ტენიანობას და ვქმნით უფრო სტაბილურ გარემოს ფესვების განვითარებისთვის და ამით უკვე ყველაფერი მზად გვაქვს. ახლა მხოლოდ ლოდინაღა დარჩა. დაახლოებით 8 კვირაში, ზოგჯერ კი 9 ან 10-შიც დამოკიდებულია სახეობაზე, უკვე დავიწყებთ შედეგის დანახვას. ავოკადოს შემთხვევაში, რომელიც უფრო მომთხოვნია, შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს. მაგრამ როცა პარკს ხსნით, ხედავთ განვითარებულ თეთრ აქტიურ ფესვებს, რომლებიც ცდილობენ ამ სივრციდან გამოსვლას. ძლიერი ფესვები, რომლებიც უკვე მიწას ითხოვენ. და აქ რაღაც მნიშვნელოვანი მოდის, ეს არის კლონი. საბოლოოდ ეს არის აკოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრად უფრო სტაბილურ გარემოში და წარმატების ბევრად უფრო მაღალი ალბათობით, ვიდრე ჩვეულებრივი სუბსტრატი იძლევა. გძნობ განსხვავებას? ახლა მესამე მეთოდზე გადავილეთ. ამ შემთხვევაში ამას ლიმონის ხეზე გავაკეთებთ, კლასიკური საჰაერო აკოდის ტექნიკით, მაგრამ გაუმჯობესებულად ჩვენი აუქსინის გელით. ვირჩევთ ძლიერ და ჯანმრთელ ტოტს. პირველი, რასაც გავაკეთებთ, არის ტოტის გარშემო 2 ჭრილის გაკეთება, ერთმანეთისგან დაახლოებით 2 სანტიმეტრით დაშორებით. ამ 2 ჭრილს შორის ქერქს მთლიანად ვაცლით. ახლა კი მოდის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.
ფხექტ კამბიუმს, იმ ბძინავ ფენას, რომელიც ქერქის ქვეშ რჩება, სწორედ იმ ბძინვარებას, რასაც აქ ვხედავთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მცენარემ ჭრილი არ მოიშუშოს და იძულებული გახდეს ამ წერტილში ფესვები გამოუშვას. როდესაც ეს ადგილი სრულად გაიწმინდება, მთელ ჭრილობაზე ვაკრით დაფქულ დარიჩინს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად დავფაროთ გახსნილი ქსოვილი, რათა პირველ კვირებში დავიცვათ იგი. ახლა პარკს მოვამზადებთ. ამ შემთხვევაში ვიყენებთ ოდნავ დიდ პარკს და ქვედა ნაწილს უჭრით, რომ რაღაც მსგავსი მანჟეტი გამოვიდეს. რისთვის ვაკეთებთ ამას? იმისთვის, რომ ტოტი ზემოდან შევიყვანოთ. პარკს ტოტზე ვაცურებთ ზუსტად იმ წერტილამდე, სადაც ჭრილობაა. როდესაც პარკი თავის ადგილზეა, ვადებთ შემკვრელს აკუდის ქვედა ნაწილში, პირდაპირ ჭრილობის ქვემოთ. კარგად ვამაგრებთ, რომ ჰერმეტულად დაიხუროს. ახლა პარკში ვასხამთ თბილ ვერხვი გელს და ვრწმუნდებით, რომ ჭრილობის ადგილი მთლიანად დაფარულია. როდესაც ვხედავთ, რომ ჭრილობა მთლიანად დაფარულია გელით, ზედა ნაწილში ვადებთ მეორე შემკვრელს. ამით აკოდს სრულად ვახურავთ. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვასხამთ მსუბუქად პრევენციულ სპრეის მთელ გარე ზედაპირზე. ახლა კი მთლიანად ვფარავთ ყველაფერს შავი პარკით. ეს გვეხმარება სინათლის დაბლოკვაში, ტენიანობის შენარჩუნებასა და კიდევ უფრო სტაბილური გარემოს შექმნაში. კარგად ვამაგრებთ შემკვრელებს, ყველაფერს ვასწორებთ და ახლა მხოლოდ ლოდინაღა დარჩა. დაახლოებით 6-დან 8 კვირაში რაღაც საოცარს დავინახავთ. მალე დავიწყეთ ძალიან მოცულობითი ფესვების დანახვას, რომლებიც წარმოიქმნება ბუნებრივი ჰორმონების მქონე ვერხვზე დაფუძნებულ გელში. ეს გზოგავს იმ მოვლას, რაც ტრადიციულ აკოდს სჭირდება და საშუალებას მოგცემს სრულიად ახალი ხეხილი მივიღოთ. როცა კარგად დაფესვიანდება, ქვედა ნაწილში ვჭრით და მზადაა. უკვე გვაქვს ჩვენი ხე დარგვისთვის მზად. ახლა მოვამზადოთ ის ბუნებრივი პრევენციული საშუალება, რომელსაც ვიყენებდით. ძალიან მარტივია. გვჭირდება 1 ლიტრი წყავი. დავამატებთ ცოტაოდენ დაფქვილ დარიჩინს, კარგად აურებთ და გავფილტრავთ თხელ ტილოზე ან ყავის ფილტრზე, რომ სრულად სუფთა იყოს. გადავასხამ შესასხურებელში და მზადაა. უკვე გვაქვს ჩვენი ბუნებრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება სრულად მზად გამოსაყენებლად. თუ აქამდე მოხვედი, ძალიან გამიხარდება, თუ ამ ვიდეოს მოიწონებ და გაუზიარებ სხვა ადამიანებსაც, ვისაც მცენარეები გენაუზე უყვარს როგორც ჩვენ და ვისაც ხილის ხეებზე სწავლა სიამოვნებს. შენი მხარდაჭერა გვეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტი რჩევა და საიდუმლო გაგიზიაროთ. როგორც ეს, და გახსოვდეს, თუ ჯერ კიდევ არ ხარ გამოწერილი, გამოიწერე აქ ქვემოთ და ჩართე ზარის ღილაკი, რადგან კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო ვიდეო გველოდება. მეტი აღარაფერი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.